მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება ესეთი საჯარო გაშლა, რა არის თქვენი მთავარი რესურსი, ენერგია, ნიჭი და გავიგოთ ვისთვის იქნება საერთოდ ეს საჯარო გაშლა და რა იქნება თქვენთვის ძალიან საინტერესო. ნახოთ. ესე იგი, პირველ რიგში ნახოთ ვისთვის იქნება ეს საჯარო გაშლა. ეს საჯარო გაშლა იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ცოტა არ იყოს უმოქმედო მდგომარეობაში დღესდღეობით. არიან, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ შემთხვევაში კარგად იციან საკუთარ თავის ფასი, იციან ყველაფერი, რაც თავიანთ ბუნებას შეეხება, როგორები არიან, რა შეუძლიათ, რა არ შეუძლიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ, ვისაც არის ეს საჯარო გაშლა, ხართ ჯერჯერობით ცოტა ესე ვთქვათ უმოქმედო მდგომარეობაში, რაღაცებს აკვირდებით, რაღაც მოვლენებს, სიტუაციებს, ითავისებთ რა შეიძლება იყოს თქვენთვის, რა გადაწყვეტილება შეიძლება იყოს თქვენთვის ნაყოფიერი და მოკლედ ხართ ცოტა ისეთ სიტუაციაში, რომ გინდათ რაღაცნაირად ცოტა დაკვირვებით ფეხი აუწყოთ რაღაც მოვლენებს. ნახოთ აბა ეხლა ამ შემთხვევაში რაღაცები, რაც არ გაქვთ ჯერჯერობით გაცნობიერებული, ის არ გაქვთ ალბათ, რომ ანუ სამყარო, სადაც ეხლა თქვენი, როგორ ვთქვათ, თქვენი თავი ესე გაქვთ წარმოჩენილი, იმდენად შეიძლება რაღაც მრავლის მეტყველი იყოს, ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ ამ შემთხვევაში. ბევრი რაღაცის, ძალიან ბევრი რაღაცის. თუ გნებავთ ეს პირაც დაუკავშირეთ, თუ გნებავთ სამსახურეობრივ ურთიერთობებს, არის ცოტა ისეთი მდგომარეობა, თქვენ იმდენად ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც ბევრ რაღაცას გააკეთებს, ძალიან ბევრ რაღაცას გააკეთებს, თქვენ უბრალოდ უნდა მიყვეთ იმ ყველაფერს, რაც თქვენს წინაშე, რასაც სამყარო ესე მოვლენებად გიდებთ და თქვენ უნდა ესე ფეხი აუწყოთ. რა თქმა უნდა, არ გაქვთ სრულად გაცნობიერებული, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლიათ ამ შემთხვევაში. უბრალოდ ის, რასაც სამყარო წინ გიდებთ, რომ მოვლენებს, თუნდაც სიტუაციებს გაჩვენებთ, ეს ყველაფერი უნდა გამოიყენოთ სათქვენოდ. და ეხლა რა არის ის მთავარი ენერგია და რესურსი, რომელიც თქვენ უნდა გამოიყენოთ? ძალიან დიდი შრომა გჭირდებათ, ძალიან დიდი პოტენციალის ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ ძალიან დიდი შრომა გჭირდებათ იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოთ. ანუ ეს არ იქნება გამოწვეული იქიდან, რომ რაღაცის კეთება გეზარებათ. არა, პირიქით. უბრალოდ თქვენ უნდა დაეყრდნოთ თქვენს იმ ცოდნას, რაც გაქვთ. ძალიან დიდი ცოდნის მატარებელი ადამიანი ბრძანდებით, ბევრი გაქვთ ნასწავლი, ბევრი გაქვთ ნამუშევარი საკუთარ თავზე, უბრალოდ ეხლა რა ნიჭიც გაქვთ, ეს უნდა გამოიყენოთ. ამაში უნდა ჩადოთ თქვენი ძალისხმევა, უნდა დაუჭიროთ მხარი იმ ყველაფერს, რაც არის თქვენს ხელებშია უბრალოდ.
ეს უნდა გამოიყენოთ. ძალიან ბევრი შრომა გაქვთ ჩადებული საკუთარ თავში. თუნდაც აი ყველანაირი აი გონებრივად, ფიზიკურად შეგეძლიათ, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგათ თქვენს ცხოვრებაში. ამისთვის ნამდვილად დაგჭირდებათ ნებისყოფა და შრომა. აუცილებლად ამას უნდა ამ თქვენს უნდა დაეყრდნოთ ამ ენერგიას, აი ცოტა ძალისხმევა დაგჭირდებათ ამისთვის. გაქვთ მაგის პოტენციალი, გაქვთ მაგის ნიჭი, გაქვთ მაგის როგორ ვთქვათ, ძალა საკუთარ თავში, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ. შეიძლება თქვენი ხელის შემშლელი ფაქტორი ხა რა შეიძლება რომ იყოს, გეშინიათ იმ როგორ ვთქვათ, გარდამტეხი ესა ქაოსის, რომელიც შეიძლება თქვენმა ნაბიჯებმა გამოიწვიოს. ანუ შეიძლება ეს რის გაკეთებასაც აპირებთ ამ შემთხვევაში ქაოსი გამოიწვიოს თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი რაღაც, რაც თქვენ ხელს შეგიწყობთ, რომ უკეთესი და უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. უბრალოდ გეშინიათ ამ ნაბიჯის გადადგმის, იმიტომ რომ შეიძლება ეს არაკომფორტული იყოს რაღაც მომენტში, შეიძლება თქვენ ცხოვრებაში რაღაც ქაოსი გამოიწვიოს ამ გადაწყვეტილებამ, მაგრამ ეს ის არის, რაც თქვენ გადაგიყვანთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. ახალი ეტაპი, ამისი რაღაცნაირად შეიძლება შიშის მომენტიც გაქვთ, რომ რაღაც არ გამოგივათ ან რაღაც ძალიან შეგეშლით რაღაცაებში ხელს, მაგრამ პირიქით არის. ხელს შეგეშლით ის რომ ვერ გააკეთოთ, თორემ ხელს ნამდვილად არ შეგიძლიათ. არა უშავს თუ რაღაცა პერიოდი იქნებით ქაოსში, არა უშავს თუ რაღაცა პერიოდი თავს იგრძნობთ ცოტა არაკომფორტულად, მაგრამ ეს იქნება ეს დადებს შედეგს. აუცილებლად ახალ ეტაპზე გადასვლა. ეხლა თქვენი ძირითადი ყველაზე მეტად რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ყველაზე მნიშვნელოვანი რისი გაგება გჭირდებათ ხო ამ ყველაფრიდან. ამ ყველაფრიდან თქვენ იმისი გაგება გჭირდებათ, რომ ის რაც თქვენ გაქვთ უკვე რაღაცა გამოცდილებაც გაქვთ ყველაფერი, მაგრამ თითქოს არ იყენებთ ამ ყველაფერს, აი გამოცდილებას უნდა გამოიყენოთ ეს გამოცდილება, რაც თქვენ დაგროვილი გაქვთ, იმხელა პოტენციალი გაქვთ ამ ყველაფრის, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს ყველაფერი სათქვენოდ. იმიტომ რომ თქვენ ამის დიდი უნარი გაქვთ პირველ რიგში და ეს ყველაფერი ახლა საითკენ წაგიყვანთ. აი ნახეთ, საითკენ წაგიყვანთ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წარმატებისკენ. ეს იცით, აი ჩვეულებრივი რაღაცა არ არის. თქვენს ერთ გადაწყვეტილებას შეუძლია მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს და რატომაც არ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი. ესე იგი, რაც თქვენ რესურსი გაქვთ, ალბათ გულმა მიგრძნა ესე საჯარო გაშლა გამეკეთებინა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აი უზომო დიდი პოტენციალი გაქვთ რაღაცა გააკეთოთ და უბრალოდ ნაბიჯს ვერ დგამთ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა შიში გაქვთ, შეიძლება რაღაცა გეშინიათ, რაღაც დისკომფორტი შეიქმნათ რაღაც პერიოდში საკუთარ თავში შეუქმნათ რაღაც დისკომფორტი, მაგრამ ეს ნახეთ საბოლოოდ ნახეთ როგორ კარგ შედეგს დადებს, ძალიან კარგ შედეგს დადებს. ესე იგი თქვენი ნიჭი უნდა გამოიყენოთ. თქვენი თავარი რესურსი, რაც გაქვთ, რა თქმა უნდა უნდა გამოიყენოთ სათქვენოდ, ისე რომ არა უშავს თუ რაღაცა პრობლემები, რაღაც პატარ-პატარა რაღაც ისინი გექნებათ,
ცხოვრებაში ყველაფერი მიდის საბოლოოდ იმისკენ, რომ თქვენ აუცილებლად მიაღწევთ იმ მიზანს, რაც გაქვთ. იმიტომ რომ თქვენ, როგორი ადამიანები ბრძანდებით, ნახეთ, ადამიანი, რომელიც ბევრ რაღაცას აკვირდება, მოვლენებს, სიტუაციებს და უბრალოდ ერთი ნაბიჯის გადადგმდა თქვენ ნამდვილად შეცვლით თქვენს ცხოვრებას. აი ამ უმოქმედო მდგომარეობიდან გადადით ისეთ მდგომარეობამდე, სადაც იაქტიურებთ და ფეხს აუწყობთ თქვენს ცხოვრებას. თქვენს მომავალს შეუქმნით, შექმნით თქვენთვის საუკეთესო მომავალს. ამისთვის, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. თქვენი ნიჭი გამოიყენეთ, თქვენი გამოცდილება გამოიყენეთ, რომელიც დაგროვილი გაქვთ. გამოიყენეთ ის, როგორ ვთქვათ, უნარები, რაც გაქვთ. იმიტომ რომ რატო უნდა დაიკარგოს ეს ყველაფერი, როდესაც შეგიძლიათ, რომ უფრო წინ წახვიდეთ, უფრო მეტი სარგებელი მოუტანოთ თქვენს თავს. მოკლედ ეს გაშლა საკმაოდ ვფიქრობ, რომ კარგი გაშლა იმ ადამიანებისთვის, ვინც ცოტა არ აქტიურობს, მაგრამ აუცილებლად სამყარო გეუბნებათ, რომ უნდა იაქტიუროთ. უნდა იყოთ ისეთი ადამიანები, რომელიც გამოიყენებს იმ რაღაც საუკეთესო რაღაცებს, თუნდაც მოვლენებს თქვენთვის, სათქმელოდ გამოიყენებთ, ეს ძალიან კარგი რაღაცა იქნება თქვენთვის პირველ რიგში. მოკლედ ესეთი არის დღევანდელი გაშლა. ჩვენი არხი არის ტაროს დრო. გამოგვიწერეთ დროებით.